ვაგრძელებთ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და კიდევ ერთი კარგი, ნამდვილად კარგი კაცი გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს. ეს გახლავთ მომღერალი თაზო ფრიდონაშვილი. თაზო, რომელ რესტორანში მღერი შენ? რესტორანი ცისკარი. ეთქო, მაგარ შაბაშეს უოქროებში ხარ. მართალი ხარ. რა არის დასამართი? შავგრემანი რო ხარ გიხდება ჭვინავს. კი ბატონო. იცნობ ხო თაზო? რა შვი არ ვიცი. მე ფეხსაცმელების სახში ვერ ვნახავ თუ არ რესტორანში. შეგენაცვალე. მიწევს ხანდახა გაგიგვირდება და მიწევს ურთიერთობა. შესაბამისად მართლა კარგი ადამიანი თვითონ ნახავს ამას ჩვენი მაყურებელი და მადლობა რომ გვესტუმრეთ ჩემო. შეგენაცვალე, მადლობა თქვენ. მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ თაზო ინტერნეტში აღმოვაჩინეთ. ნუ ეს თქვენთვის თორე ისე რესტორანში. მე ამიდა რო გითხრა ჩემო პატა თაზოს მინდა თაზოს ერთი სურპრიზი აქვს. მაგარი. შენთვის უბრალოდ მე გავიხილა და მართლა ძალიან გაგეხარდება მაგრამ ჯერ არ გვინდა ამაზე. ბოლოს სურპრიზებზე ხო იცი გიждები. აბა რა შეგენაცვალე. თაზო როგორც თქვი რამის თქმა ხო არ გინდოდა? არა, ისეთი საუბარი მინდოდა დამეწყო, ანუ სტაბილურად მუშაობ, ხო? იგენაცვალე. კი ბატონო. ხარ გამაგრებული. ანუ რესტორანში როგორც თქვი ახლა დაცამალი რა არის, კაცო ხანდახან გვიწევს როგორც ყველა ქართველს და რესტორანში ნახეთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი და რაღაცეთ მოგვინდა რომ კარგად იმღერა ის სიმღერა რომელიც ჩვენი შოუს ტელემაყურებლებს ძალიან მოსწონთ და იცი რა მაინტერესებს აი ხო გახსოვს მაშინ გენერატორზე რომ მოგვიყვა ქორწილის ხო ეგ რომ მოგვიყვა რა ეგ მაგარი რამ ნუ მოკლედ სხვათა შორის კახეთში მოხდა. თქვენს ხო, გენერატორ, დვიჟოკი უხდება მაგევა. ნუ დიდი ქორწილი არის პალატკებში, რამე ავაღაზე, გაწია ხარჯი, ოჯახის პატრონმა ამხელა ხარჯი, რამე კაცო და 300 კაცზე ქორწილი არის პალატკებში, უშუქება და ეს დვიჟოკი აქვს ის ვაინი დვიჟოკების რო ეძახოდნენ დიდი რაღაც. სამხედრო იყო დიდი. სამხედრო ხო რაღაც დიდი. ოკეი, 10 კაცს რო უნდა ამოეკრა. ხო, ეს ჩაულებრივი. ხო და ნუ ეხლა ალბათ დაიწყო ქორწილი, შუა ქორწილია, გაგანია, მიდის კეიფი, ცეკვა და რა. თქვენ მღერით? თუ არ მღერით? არა, მუსიკოსები მღეროდნენ, მაგრამ მე არ მომღეროდი იმ მომენტში რა. ცეკვავდი. ყვებოდი. ხო და ნუ მიდის ავა გაგანია ქორწილი, რამე კეიფი აქე და ჩაქრა დენები უცე. დვიჟოკის ხმა არის კაცო ისე. მაგრამ დენი აღარ არის ჩაქრა. ვიღაცა შესულა მაშინ ეს მოპარვები რაღაცეები იყო ხოლმე რა ინდექს. მოუპარე ეს დვიჟოკი შნური გამოუძვრა და მიაქეს დვიჟოკი რა დაკოქილი და აიცნელა გავიდნენ კაცო მისდევენ ამ ხმას. ბაღშის ბოლოს იპოვეს ვეღარ წაიღო რა იმ. დაკოქილი დვიჟოკი. დაკოქილი დვიჟოკი და ის პროუდი ხო ერთდებოდა. არ მოხდებოდა გაჩი. პროუდი ხო სუბტაიმერული ამბავი. ხო და ნუ ბაღშის ბოლოს ნუ ბოსტანს ეძახიანი იქ თუ როგორც არის იპოვნეს ვეღარ წაიღო რა ის დვიჟოკი. და განახლდა ქორწილი. განახლდა ქორწილი. არა ერთი ნახევარი საათი. სამი კაცი არაია დედგა. თაზო სანამ სიმღერაში გადავალთ. რა არის რა მინდა ისე თქვა, გასაგებია ეხლა რომ მაყურებელი ყოველთვის ჩვენ გააცემა ძალიან უყვარს და გვიყურებს, რეიტინგებზე აისახება ეს ყველაფერი და ერთი ამბავი მინდა თქვა რომ ჩვენ ძალიან გულისყურით, სიყვარულით, მოფერებით ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ასე, აი, როგორ არის, რესტორანი არის ქალაქში, ამბავი, აი, რეგიონში ადამიანებს შემოვნებას რო ანიჭებენ და მღერიან თავის შემოქმედებას უსვავენ ხას, რო აი რაღაცნაირად მიაწოდონ რა ეს ამბავი და ამიტომ ხარ შენ აქ და მე მინდა იცი რა გითხრა რომ აი ამდენი წელია რომ წვალობ შენი პატარა აპარატურით მიდიხარ კარგ საქმე შაკეთებ ამისთვის მე მინდა გითხრა მადლობა რომ იმ შენ თანასოფლელებს საიდანაც ახარ არ ვიცი ხარ ეს ყველაფერი მაგრამ საიდან ახარ ისე სხვათა შორის აი მაინც სანამ მაგას ვკითხავდით რა
მოდი ბარემ ჯერ სურპრიზი ჩემი პატასთვის სპეციალურად თაზო მოიფიქრა ეს სურპრიზი და არაფერ არ შეიძლება თან გიждდება სურპრიზებზე. უთხრა? მიდი, უთხარი. გურჯაანელი ვარ ჩემო პაატა, შენ გენაცვალე გულში. ისე კი ფერზე ვიძახდი. ვაკვირდებო ფერზე რაღაცა ფერი. რაღაცაშია საკ. გიждები გურჯანელებზე რას ლავარები. გენაცვალე. ელაოს გურჯაანს. შეგენაცვალე. აი გურჯანელებო. ცენტრში დავში გურჯანელი გაიციდა რომ ჩამოვალ. იქისეთ გემრიელად. რას გიმღერიფ? ძალიან კარგ სიმღერას შენი ლამაზი თვალები ქვიან სიმღერას. მადლობა რომ ასე მომიზღერი ჩემო თაზოზე. გაიხარე. შენი ლამაზი მე თვალები. და ვისარგებლო ეთერი და დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მადლობა თქვენს მაყურებელს. შენი საქმე აკეთე, ოქრო ხარ, კარგი ადამიანი ხარ, აკეთე შენი საქმე, რასაც აკეთებ და შეიძლება შენ იქ ის იმდენი კაი მოკრეთის სადღილძოლა, მიდი გავიცე. ხო, კი ბატონო, მაშინ ჩემო თაზო აბურთი და მოედანი როგორც იტყვიან, შუქი მართალია დუიჟოგზე გვაქვს, მაგრამ ორი კაცი გვიდგას იქ რომ არ მოგბაროს და შუა სიმღერა არ გაწყდეს. სოფო და დრუპი. გადაერთობა. ხო, გისმენთ გენაცვალე გულისყურით და წარმატებები. მოკლედ თაზო ფრიდონაშვილი. გაიხარეთ.